მადლობა კოლეგებო. ერთობლივი სხდომა დასრულებულია, მაგრამ ჩვენ კიდევ არაერთი საკითხი გვაქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში განსახილველი. და წარმოდგენილი არის დღის წესრიგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, რომელიც 4 საკითხისგან შედგება. მაგრამ ამავდროულად გვაქვს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება და რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დავამატოთ განსახილველ საკითხებს. ესე იგი, ჩვენ განვიხილავთ ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ორგანოების კანონის პროექტებს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მესამე მოსმენით, შემდეგი არის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ მესამე მოსმენით, საერთაშორისო დაცვის შესახებ პირველი მოსმენით უმნიშვნელოვანესი კანონპროექტია, პაკეტია, გარემოს დაცვის შეფასების კოდექსის სრულების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა და კიდევ ერთი საკითხი, დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე, დაჩქარებული წესით, რომ ეს საკითხი რომ დავამატოთ დღის წესრიგში და შესაბამისად ამ დათქმით უყაროთ, დავამტკიცოთ დღის წესრიგი კოლეგებო. მადლობა. პირველი საკითხია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის სრულების შეტანის თაობაზე თანდათან ორგანულ კანონის პროექტთან ერთად გთხოვთ ბატონ თორნიკე. მადლობთ ბატონო არჩილ, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, აპარატს. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სრულების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის პროექტს და ასევე თამდევ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სრულების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის პროექტს. ესე იგი, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს მესამე მოსმენა, მოგახსენებთ, რომ ახლაც გრძელდება კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან, გარკვეულ ტექნიკურ დაზუსტებებთან მიმართებით, სხვა მხრივ რასაკვირველია მეორე მოსმენის შემდეგ პროექტს ცვლილებები აღარ განუცდია. მე უბრალოდ შეგახსენებთ კიდევ ერთხელ საკითხის მნიშვნელობას, რომელიც არის წარმოდგენილი ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში. ეს შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ეფექტიან ათვისებას, იმით რომ გაჩნდეს ერთგვარი დამაზუსტებელი ნორმა, რომელიც იტყვის, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოხდება შესაბამისი საფუძვლებით პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მისი აკრძალვა, დაიხუროს შესაძლებლობა იმისა, რომ თვალთმაქცურად ფიქტიური პარტიის შექმნის გზით, ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის შექმნის გზით იმავე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, იმავე, ესე იგი, ისევ და ისევ ანტიკონსტიტუციური მიზნებით არ მოახდინონ ერთგვარი პოლიტიკური რეინკარნაცია და კვლავ არ გააგრძელონ ისეთი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფო სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესწყობილებას, აღვივებს, შეიძლება აღვივებდეს სხვადასხვა სახის შუხტს და ასე შემდეგ, ერთი სიტყვით იყოს ძალიან დიდი ზიანის მომტანი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და პოლიტიკური სისტემისთვის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, კოლეგებს შეგახსენებთ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მაქსიმალურად მოხდეს სამართლებრივი გარანტიების განმტკიცება, რათა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მაქსიმალურად იყოს, ასე ვთქვათ, გაჯანსაღებული და ყველანაირი შესაძლებლობა კანონის გვერდისავლისა, კონსტიტუციის გვერდისავლისა იყოს შესაბამისად, ასე ვთქვათ, თავიდან აცილებული სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენების გათვალისწინებით. ასე რომ გთხოვთ მხარდაჭერას, თუ კი არის, რა თქმა უნდა, მესამე მოსმენის ფარგლებში მოსაზრებები, შენიშვნები, მზადვალ ამისთვის. დავიცვათ შესაბამისი პროცედურა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. ჩვენ მოვისმენთ ბატონ თორნიკეს
ინფორმაცია იურიდიულ დეპარტამენტთან მიმდინარეობს კიდევ კონსულტაციები, კოლეგებო, დამსწრე საზოგადოებას ხო არ აქვს მოსაზრებები, შენიშვნები, ასეთი არ არის, მუხლი მეორე, ასეთი არ გვაქვს. შემდეგი პროექტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი, ასევე კომენტარები, მოსაზრებები არ არის, მუხლი მეორე, ანალოგიურად. მადლობა. მადლობთ. ამით საკითხი განხილულია. მადლობა დანათორიკე. შემდეგი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ. თამდევ კანონპროექტებთან ერთად. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სამეწარმოო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტებს. მოგეხსენებთ, რომ ეს ინიციატივა ზოგადად წარმოადგენს პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნას ეხება. მესამე მოსმენის ფარგლებში იგივე მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც იურიდიულ დეპარტამენტისთან მიმდინარეობს მუშაობა და მესამე მოსმენის ტექსტი უკვე პლენარის ხდომისთვის ზუსტად იქნება წარმოდგენილი და ჩვენთანხმებით იმ შენიშვნებს, რომელიც არის წარმოდგენილი. მადლობა დანთა. მივყვეთ მაშინ თითოეულ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ მუხლი პირველი კოლეგებო, დამსწრე საზოგადოებას ხომ არ აქვს შენიშვნები, მოსაზრებები, ასეთი არ არის. მუხლი მეორე, ასეთი არ გვაქვს, მუხლი მესამეც არ არის. შემდეგია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი, შენიშვნები არ არის. მუხლი მეორე, ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით არ არის შენიშვნები. სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი, არ არის შენიშვნები, მუხლი მეორე, ასეთი არ გახლავთ. საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი პირველი, არ არის შენიშვნები, მუხლი მეორე, არ არის. მადლობა ბატონო, ამით საკითხი განხილულია. მადლობა. შემდეგ კანონპროექტი დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოგესალმებით, განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და მთავრობის მიერ ინიცირებულ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს. მოგეხსენებათ, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის მარეგულირებელ აქტებს შორის იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომ სამართლებრივ აქტს. განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო და გამოავლინა კანონის მოძველებული ნორმები, რომელიც ვერ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, ამასთანავე სამართლებრივ ჭრილში შეფასების შედეგად კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ და დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი ნორმების დახვეწის და არსებულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა. მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ცხადია პრინციპების დონეზე. მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულყოფილად ფუნქციონირების ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიურ ელემენტს წარმოადგენს დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის საზღვარგარეთ როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნა. როტაცია გახლავთ უწყვეტი პროცესი, რომელიც მოითხოვს ყოველ კონკრეტულ ქვეყანასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებული კანდიდატურის შერჩევას, მისთვის მკაფიო მოლოდინების და ფუნქციების განსაზღვრას, კონკრეტული ვადით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნას. დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის როტაციის ვადა გახლავთ 3, ხოლო წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის 4 წელი. კანონის მოქმედი რედაქციით ხსენებული ვადები მინისტრის გააწყვეტილებით შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვემდე. როგორც მოგეხსენებათ, როტაცია ეს არის კადრების მუდმივად ურთიერთჩაანაცვლების პროცესი, რაც ხელს უწყობს ერთის მხრივ კარიერული დიპლომატების განვითარებას და მეორეს მხრივ ამცირებს საჯარო სამსახურის კერძო ინტერესებისთვის გამოყენების რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველი დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არაუმეტეს 1 წლამდე ვადით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია
იმ გარემოებით, რომ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკისა და ამ ქვეყანასთან არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მივლინებული პირისთვის გრძელვადიანი როტაციის ვადის 6 თვეზე მეტი ვადით გახანგრძლივების საჭიროება. გარდა ზემოაღნიშნულისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს. აღნიშნული საკითხები ზოგადად დეტალურად აწესრიგებს აღნიშნულ საკითხებს დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული. შესაბამისად, ნორმათა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია კანონიდან ამოღებული იქნას ის ნორმები, რომელიც არის უკვე გამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში. კანონის ნორმები ასევე ითვალისწინებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის როგორც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ისე საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მავალდებულებელ ნორმებს. მიუხედავად აღნიშნულისა, დღის წესრიგში დადგა მოცემული ვალდებულების უფრო მეტად დაკონკრეტება და პრევენციული ღონისძიებების დადგენის საჭიროება. პროექტის თანახმად დაზუსტდა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევის ერთ-ერთი შემთხვევა, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია კანონი ითვალისწინებდეს ასეთი თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას. კანონპროექტით შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ამჟამად ინდივიდუალური ხასიათისაა, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში მოგეხსენებათ, რომ განხორციელდა არაერთი ცვლილება და კორექტირდა სწორედ ამ კანონის შესაბამისად ჩვენი პროექტი და ახლებურად ჩამოყალიბდა ის ნორმები, რომელიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრეს, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის შეფასების პერიოდულობას და კიდევ სხვა საკითხებს. ეს არის მოკლედ პრინციპების დონეზე, თუ კითხვები არსებობს, მზადვა რომ ვიმსჯელოთ და ცხადია გავითვალისწინოთ მათ შორის შენიშვნები თუ იქნება თქვენი მხრიდან. მადლობა. მადლობა კოლეგებო, ხომ არ არის თამას შეკითხვები, შენიშვნები? ასეთი არ არის. გამოდნახოთ, ჩვენ გქონდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული არის გამუშავებული არის კანონპროექტი, შემჭროებული ვადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოგათანხმაში ავსახავთ ჩვენს მოსაზრებებსაც, გვექნება დამატებითი კომუნიკაციას თქვენთან და უკვე გადავცემთ ამ საკითხს გამყვან კომიტეტსაც. მადლობა მოსვლისთვის და საკითხის წარმოდგენისთვის, ამ საკითხის დასრულებულია. მადლობა. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხია დღის წესრიგით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი გარემოს დაცვის შეფასებითი კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ სხვა კანონპროექტებთან ერთად. გთხოვთ გამოდონა. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ გარემოს დაცვის შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტს თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. მოგახსენებთ იმ პრინციპულ საკითხებს, რომელსაც წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს. პირველ რიგში ესე ვთქვათ, სამ ნაწილად დავყოფდი პრაქტიკულად იმ ცვლილებებს, რაც დღეს წარმოდგენილი კანონპროექტს თან ახლავს. ერთი ნაწილი შეეხება პროცედურული საკითხების დაზუსტებას, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი ჩვენ მივიღეთ 2018 წელს და ამოქმედა 2018 წლიდან. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო აქტი, რომელიც ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მივიღეთ და რომლითაც ჩვენი, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა სრულად დაუახლოვეთ ევროკავშირის დირექტივებს და ის ჰარმონიზებულია ევროპის კანონმდებლობასთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი კომპლექსური კანონი, როგორც არის გარემოს დაცვის შეფასების კოდექსი, რომელიც თავისი შინაარსით მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი და კომპლექსური ნებართვის გაცემას გარემოს დაცვის კუთხით ყველა ტიპის სახელმწიფოებრივი თუ კერძო პროექტებისთვის, როგორც არის მაგალითად გზები, ხიდები, მაგისტრალები თუ კერძო პროექტები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი კერძო პროექტები, ყველა ესეთი ტიპის პროექტი ექცევა ამ კოდექსის რეგულირების ქვეშ და საჭიროებს კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, რომელიც მიზნად ისახავს ერთის
მხრივ, რომ ჩვენ ამ ნებართვის გაცემის დროს მინიმუმამდე შევამციროთ გარემოზე ზემოქმედების რისკები და რა თქმა უნდა განსაზღვროთ ისეთი სავალდებულო პირობები, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად ამა თუ იმ პროექტის განხორციელების დროს, რათა მოვახდინოთ და შევამციროთ მინიმუმამდე გარემოს დაბინძურების პრევენცია. ეს არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, არსი, რომელსაც თავისი შინაარსით გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა არეგულირებს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე ასე ვთქვათ, აღსრულების პროცესში გამოვლინდა გარკვეული პრაქტიკული, შინაარსობრივი, პროცედურული თუ სხვადასხვა საკითხები, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც გარემოზაცვითი სტანდარტების დაცვის, ასე კოდექსის პროცედურების ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით საჭიროებს დახვეწას და გადახედვას. და მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ანუ პროცედურულ ნაწილზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ესეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ტიპის პროექტების განხილვაზე ვსაუბრობთ, ერთის მხრივ სახელმწიფოს ინტერესია, რომ დეტალურად მოხდეს ამ პროექტების შეფასება, თუმცა მეორეს მხრივ ბიზნესის ინტერესია, რომ მაქსიმალურად განჭრეტადი და დროში გაწერილი იყოს ის პროცედურები, რომელიც ნებართვის მისაღებად განაცხადის რეგისტრაციიდან ბოლო ეტაპამდე მას რა პროცედურების გავლაც მოუწევს. და აქ გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარვეზები იყო კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ზუსტად არ იყო გათვალისწინებული, თქვათ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ხარვეზის დადგენა განაცხადის განხილვის დროს, რა შემთხვევაში შეიძლება რომ ჩვენ შევწყვიტოს წარმოება და ხელახლა დავიწყოთ ამა თუ იმ საკითხის განხილვა და რა თქმა უნდა ეს პრაქტიკაში ქმნიდა გარკვეულ სირთულეებს და ასევე გამოწვევებს იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესს ქონოდა ზუსტი განჭრეტადობა თუ რა ვადაში მიიღებდა ის საბოლოოდ ნებართვას სახელმწიფოსგან, რომელიც არის ესე მნიშვნელოვანი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს. აი ამ საკითხებს ვაზუსტებთ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა ეტაპზე, იმიტომ რომ ამ ნებართვების გაცემას აქვს თავისი ეტაპები და შესაბამისად თითოეულ ეტაპზე პროცედურულად მაქსიმალურად ზუსტდება ეს საკითხები და მაქსიმალურად ზუსტდება ასევე ვადები იმისთვის, რომ განაცხადის რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის ვადა, რაც სახელმწიფოს სჭირდება ამ ტიპის ნებართვის გასაცემად, იყოს დროში ზუსტად გაწერილი და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა შექმნას პროცესზე მეტი გამჭვირვალობა და განჭრეტადობა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, პროცედურულად საკმაოდ ესეთი დეტალიზებული ცვლილებები შედის კოდექსის მიხედვით, როგორც სკრინინგის ეტაპზე, ასევე სკოპინგის ეტაპზე და ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპებზე, იმიტომ რომ ჯამში 3 ეტაპიანი არის, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის, ასე ვთქვათ, საქმიანობების ჩამონათვალი, სადაც ამ წლების განმავლობაში და კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე გარკვეული პრაქტიკა უკვე ჩვენ დაგვიგროვდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და რა თქმა უნდა, პრაქტიკამ დაგვანახა, რომ რა არის ის რეალური, ასე ვთქვათ, წარმადობები და ზღვარი, რაც ინდივიდუალურად საქმიანობების ჩამონათვალისთვის ჩვენ უნდა დავადგინოთ, რომ ასე ვთქვათ, ერთის მხრივ ყველა მეორე საქმიანობას არ დასჭირდეს გარემოზე ზემოქმედების პროცედურების გავლა, მაგრამ ამ პროცედურების მიღმა არ დარჩეს ისეთი საქმიანობები, რომელიც თავისი შინაარსით მაღალი რისკის შემცველია და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით საკმაოდ მასშტაბური არის და ეს არის მეორე პრინციპული საკითხი, რომ ის დანართი, რომელიც კოდექსს ახლავს თან, არის ორი დანართი, რომელიც ზუსტად ჩამოთვლის საქმიანობებს, რომელი საქმიანობა აპრიორი საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელ საქმიანობას ასე ვთქვათ, მარტივი პროცედურის საფუძველზე სახელმწიფო გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა სრულყოფილი გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სწორედ აი ამ ასე ვთქვათ, საქმიანობების წარმადობებს აზუსტებს პირველი და მეორე დანართში გათვალისწინებული ცვლილებები, რომელიც კიდევ ერთხელ გამომდინარეობს იმ არსებული პრაქტიკიდან და რეალობიდან, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა და უკვე 6 წელია, რაც ეს კოდექსი ამოქმედებული არის და ბუნებრივია, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მესამე ასევე კონცეპტუალური საკითხი, რასაც გამოვყოფდი, ეს არის ის, რომ გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესისა, გარემოზაცვის შეფასება, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ინდივიდუალურ პროექტებს თან მიმართებით არის რელევანტური, ანუ ნებისმიერი ინდივიდუალური პროექტი, იქნება ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თუ კერძო პროექტი,
კიდევ ერთხელ მაგალითისთვის მაგისტრალის მშენებლობა ან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, როგორც მოგახსენებთ, საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, მაგრამ ამავე კოდექსით გათვალისწინებული არის მეორე პროცედურა, რომელსაც სტრატეგიული გარემოზაცვის შეფასება ჰქვია და რომელიც უტარდება ძირითადად ესე ვთქვათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გეგმებს და პროგრამებს და მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ესეთი არის სივრცითი დაგეგმარების და ქალაქმშენებლობის დოკუმენტები, რომელსაც სჭირდება თავის მხრივ გარემოზაცვის შეფასება, მაგრამ არა ისეთი დეტალიზებული, როგორც არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არამედ სტრატეგიული გარემოზაცვის შეფასების პროცედურა, რომელიც ასევე გათვალისწინებული ამ კოდექსით, მაგრამ როდესაც კოდექსი ამოქმედდა, ჩვენ დავინახეთ, რომ ცალკეული, ხო, პარალელურად მივიღეთ, ასე ვთქვათ, სივრცითი დაგეგმარების ახალი კანონმდებლობა, რომელმაც ზუსტად ჩამოთვალა ის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები, რომელსაც სჭირდება სტრატეგიული გარემოზაცვის შეფასება და აქ დავინახეთ გარკვეული გადაფარვა, რომ წარმოიდგინეთ ახლა პრაქტიკაში, რომ ასეთ დოკუმენტს ჩაუტარდეს ორი პროცედურა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურათ და სტრატეგიული გარემოზაცვის შეფასების პროცედურათ. ვფიქრობთ, რომ ეს თავისი არსით არასწორია და არც ევროპულ ქვეყნებში არ არის მსგავსი მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით და სწორედ ამ ნაწილში ვასწორებთ და ზუსტი ჩამონათვალი კეთდება იმ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების, რომელსაც დასჭირდება სტრატეგიული გარემოზაცვის შეფასება, ხოლო ინდივიდუალური განაშენიანების პროექტები, რომლებიც იქნება 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე განაშენიანების პროექტები, ასეთ პროექტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას ჩაუტარებთ მეორე დანართის პროცედურების შესაბამისად. ეს არის ის ძირითადი საკითხები, როგორც მოგახსენეთ, ანუ პროცედურული საკითხების დაზუსტება, გასწორება, ვადების განხილვის, ადმინისტრაციული განხილვის ვადების გასწორება და დაზუსტება, დანართებში ჩამოთვლილი საქმიანობების, ზღვრების და წარმადობების დაზუსტება და გასწორება და სტრატეგიულ გარემოზაცვის შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების ურთიერთგადაფარვის საკითხის გასწორება ისევ და ისევ იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე დაგვიგროვდა და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ გასწორდეს ეს არც ერთ შემთხვევაში გარემოზაცვის სტანდარტების დაწევის კუთხით არ არის მიმართული ეს ცვლილებები პირიქით და ნამდვილად ესე ვთქვათ ყველა ის ცვლილება რაც ჩვენი მხრიდან არის წარმოდგენილი თანხმდრაშია იმ ევროპულ პრაქტიკასთან და მოთხოვნებთან რაც გათვალისწინებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების თუ სტრატეგიული გარემოზაცვის შეფასების დირექტივებით. ეს არის მოკლედ წარმოდგენილი კანონპროექტზე, კითხვები თუ არის, რა თქმა უნდა, მზად ვარ, მადლობა. კოლეგებო, ხომ არ არის კითხვები, შენიშვნები? ალბათ ჩვენ გქონდა არაერთი კომუნიკაცია, კონსულტაცია საკითხებ წარმოდგენის ცვლილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რიგი საკითხები აისახება კომიტეტის დასკვნაში და მადლობა პირველ რიგში თანამშრომლობისთვის, აქტიური კომუნიკაციისათვის. რა თქმა უნდა, ისახავს მიზნად, რომ წარმოდგენის საკანონმდებლო ცვლილება იურიდიული და არა მხოლოდ იურიდიული კუთხით იყოს ბოლომდე დახვეწილი. სამის დასკვნას, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე დასკვნის შესაბამისად შეიძლება გამოგზავნებათ და შეგეძლებათ, რომ წამყვან კომიტეტზე უკვე განაგრძოთ ჩვენი შენიშვნებზე შევლობაც და მათ შორის განაცხადების მიღებაც. ამით საკითხი ახლა მადლობა. და ბოლო საკითხი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის საერთაშორისო დაცვის შესახებ თამდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ბატონო ალექსანდრე გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგეთ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონს, სრულიად ახალ კანონს და ასევე თამდევ 18 კანონპროექტს. საკმაოდ მოცულობითი პაკეტია და დღის ბოლოდან გამომდინარე პირველი მოსმენისთვის გათვალისწინებული წესით ვესწრები რომ მოკლედ წარმოგიდგინოთ. როგორც აღნიშნეთ და არაერთხელ ითქვა, ამ კანონპროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების ეფექტურად მართვა, გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაცვა. ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ქვეყანა ცდილობს რომ მოაწესრიგოს ის ხარვეზები, რომელიც კანონმდებლობაში არსებობს, რომელიც ხეს უშლის ერთის მხრივ უცხო ქვეყნის
არალეგალი მოქალაქეების გაძევებას და მეორეს მხრივ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ხელს უშლის და აძლევს საშუალებას პირებს, რომ ბოროტად გამოიყენოს თავშესაფრის სისტემა და დარჩენ ქვეყანაში ხანგრძლივად, ლეგალურად და სახელმწიფოს ხელფეხი აქვს შეკრული ასეთი პირების ქვეყნიდან გაძევების მიმართულებით. რამდენიმე საკითხს შევეხებით უშუალოდ ახალი კანონიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ აქ გაგვეთვალისწინებინა ის სტანდარტები, რაც ევროკავშირის დირექტივით არის განსაზღვრული და ნაწილი იქნა გადმოღებული, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად ამკაცრებს მიდგომებს მიგრანტებთან მიმართებაში და სწორედ იმ სულისკვეთებით იქნა ეს კანონპროექტი დაწერილი. გარდა ამისა, ის პრაქტიკული გამოწვევები, რაც ხშირად ხდებოდა სასამართლო განხილვების დროს, კონკრეტული შემთხვევების მართვის დროს, შესაბამისად ეს ყველაფერი ასახულია ამ კანონპროექტში და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონის მიღების შემდგომ ქვეყანას ექნება გამართული სისტემა, რომელიც ერთის მხრივ მისცემს საშუალებას იმ ადამიანებსაც ჭირდება ჩვენი ქვეყნისგან მფარველობა, მიიღონ ეს მფარველობა, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ბოროტად სარგებლობენ ამ სისტემით, დაუსაბუთებლად ითხოვენ თავშესაფარს, მათი საკითხი სწრაფად და დროულად იქნეს განხილული და დროულად მოხდეს მათი ქვეყნიდან გაძევება, ასევე დაცული იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება. რაც შეეხება საერთაშორისო დაცვის კანონით გათვალისწინებულ სიახლეებს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება იქნება გათვალისწინებული მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, ხოლო სხვა უწყებებში მიმართვის შემთხვევაში ბუნებრივია ეს პიროვნება ვერ ჩაერთვება თავშესაფრის პროცედურაში და არ იქნება ჩაერთვება მაძიებლად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება იმყოფება პენიტენციურ სისტემაში, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ექნება საშუალება მიმართოს პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციას, ხოლო თუ საზღვარზე არ ხდება შემოშვება, აქაც არის გათვალისწინებული. ანუ სამი სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, ეს არის მიგრაციის დეპარტამენტი, პატიმრის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება და საზღვრის შემთხვევაში საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე მიიღებს განაცხადს. ასევე შემოდის დასაშვებობის ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველადი სკრინინგი მოხდება განცხადებების როდესაც სახეზია აშკარად დაუსაბუთებელი მოთხოვნა თავშესაფარზე, მაგალითად ადამიანს გააქვს საშუალება, რომ სხვა უსაფრთხო მესამე ქვეყანაში იცხოვროს, ამ შემთხვევაში თუ ის ადამიანი საქართველოსგანაც ითხოვს თავშესაფარს, ასეთი განაცხადებისთვის სტანდარტული პროცედურის ჩატარება, შემდგომ თავისი ორი ინსტანციის განხილვით, დამერწმუნებით ალბათ, რომ რესურსის უაზროდ ხარჯვაარი და შესაბამისად არც უნდა ხდებოდეს ასეთი განაცხადების მიღება, ამიტომ შემოდის დასაშვებობის ეტაპი და დასაშვებობის ეტაპს თუ ვერ გადალახავს განაცხადი, ბუნებრივია ეს ადამიანი არ ჩაითვლება თავშესაფრის მანძილად და მარტივად მოხდება მისი შემდგომი ქვეყნიდან გაძევება. გარდა ამისა, შემოდის ეგრეთ წოდებული დაჩქარებული სისტემით განხილვა, მაგალითად დაჩქარებული სისტემით განხილვის საფუძველს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრობს პიროვნება და მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვს თავშესაფარს, რაც მაგალითად დაიწყება მისი გაძევების პროცედურა და ასე შემდეგ. აი ჩვენ გვქონია შემთხვევები, რომ თქვა 2-3 წლის შემდეგ მოუმართავს თავშესაფრისთვის, ანუ რეალურად ხალხსახაა, რომ მას არანაირი თავშესაფარი არ ჭირდებოდა, უბრალოდ ჭირდება ქვეყანაში გახანგრძლივებისთვის, დროის გახანგრძლივებისთვის ეს სისტემა, ამიტომ აქაც შემოდის დაჩქარებული სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი თვის ვადაში მოხდება საკითხის განხილვა, თუ კი თქვათ გამოიკვეთა იმგვარი საფუძვლები, რომ საჭიროა ხანგრძლივი შესწავლა და დეტალური ანალიზი, ბუნებრივია მიგრაციის დეპარტამენტს აქვს საშუალება, რომ გადაიყვანოს სტანდარტულ განხილვის რეჟიმში. ასევე ინერგება თავშესაფრის განხილვის სისტემა საზღვარზე, ანუ ქვეყანაში შემოშვების გარეშე შეგვეძლება, რომ საზღვარზე განვიხილოთ თავშესაფრის პროცედურა, ეს არაერთი ევროპული ქვეყნის სტანდარტული პრაქტიკა არის, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ამ ადამიანის ქვეყანაში დაშვება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. და არაერთი მაგალითი ყოფილა, მათ შორის წინა კომიტეტს ვისაუბრეთ, როდესაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ხელისუფლებამ და იმ ადამიანებიც აკონტროლებდნენ ამ კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებას პირდაპირ გადმოამისამართეს გათავისუფლებული პატიმრები საქართველოს მიმართულებით, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყანაში თავშესაფარს და ჩვენ იძულებული ვიყავით იმ საკანონმდებლო ჩანაწერებით, რაც დღეს გვაქვს, რომ შემოგვეშვა ეს ხალხი ქვეყანაში.
გარდა ამისა ინერგება უსაფრთხო მესამე ქვეყნის ცნება, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს აქვს სხვა უსაფრთხო მესამე ქვეყანაში ცხოვრების საშუალება, ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას არ ექნება ვალდებულება, რომ განიხილოს მისი განაცხადი სტანდარტული წესი და მიანიჭოს თავშესაფარი, ვინაიდან მისთვის არსებობს უკვე სხვა უსაფრთხო მესამე ქვეყანა. ამ მექანიზმს ძალიან კარგად იყენებს ევროპული ქვეყნები, მაგალითად შეგახსენებთ, რომ გერმანიამ საქართველოს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ფაქტობრივად 99% ქართული განაცხადებისა არც განიხილება არსებითად, იმის გამო რომ საქართველოს მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყანად და მარტივად ხდება დეპორტაციები ჩვენი მოქალაქეების. შესაბამისად ეს მექანიზმი ჩვენც გვინდა დავნერგოთ და ისეთი ქვეყნებიდან შემოსული პირები, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ აქვს თავშესაფარი მოითხოვონ და აქვთ უსაფრთხო მესამე ქვეყანაში ცხოვრების საშუალება, ბუნებრივია მათ არ განვიხილავთ. ჩვენ არ გვექნება წინასწარი რომელსაც საკმაოდ ასე ვთქვათ, მძიმე პოლიტიკური შედეგები შეიძლება ქონდეს წინასწარ სიების განსაზღვრას ინდივიდუალურად ყოველი кейსის შემთხვევაში იმ სტანდარტების მიხედვით, რაც ევროდირექტივით არის განსაზღვრული, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. ასევე ვნერგავთ სრულად ელექტრონულ სისტემას, რაც გულისხმობს, რომ ყველა გადაწყვეტილება, ასევე ნებისმიერი სახის შეტყობინება, უწყება, სასამართლო გადაწყვეტილება თუ სხვა მსგავსი ინფორმაცია ელექტრონულად გაეგზავნება თავშესაფრის მაძიებელს, რაც დროის ათვლის ნაწილში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, გარდა ამისა დროის გაწერვის საშუალებას არ მიცევს ასე ვთქვათ პირებს და გარდა ამისა საშუალება იქნება, რომ ზუსტად აითვალოს გასაჩივრების ვადები. ასევე გადაიხედა გასაჩივრებისა და განხილვის ვადები, რაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავშესაფრის სისტემაში დაყოვნების ფაქტებს და აქედან გამომდინარე უფრო სწრაფად იქნება განხილული კონკრეტული შემთხვევები. ეს არის რაც შეეხება საერთაშორისო დაცვას, ორი სიტყვით მინდა მოგახსენოთ გაძევების მიმართულებითაც. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ხელშეუწყობს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. პირველ რიგში ეს არის სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება, უცხოელის და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. თუ კი უცხოელი ჩაიდენს დანაშაულს, როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად, ექნება სასამართლო საშუალება, რომ გამოიყენოს საქართველოსთან მისი გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ნაკლებამძიმე დანაშაულისათვის 2 წლამდე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 5-დან 20 წლამდე. ასევე ინერგება სახდელის ახალი სახე, ეს არის საქართველოსთან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს გამოყენებული იქნება უცხოელების მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს მაგალითად წვიმალი ხურიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევა, საჯარო მოხელის შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. აქაც კონკრეტული ვადები წესდება და მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდებათ. ასევე გადაიხედა სანქციები უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისთვის. ეს არის 180 ლარი ჯარიმა სამთვემდე თუ გადააცილებს უვიზოთ ქვეყანაში ყოფნის ვადას. ეხლა დამერწმუნებით, რომ არანაირი შემაკავებელი ეფექტი მას არ გააჩნია, იზრდება როგორც ჯარიმები, ასევე წესდება დამატებით აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, ზუსტად კომიტეტის წევრებო, აპარატის წარმომადგენლებო, საზოგადოებო, თუ რაიმე კითხვები არსებობს, ვიცი დიდი პაკეტია, ვეცადე რომ მოკლედ დამაფიქსირებინა. ერთი საკითხი ბოდიში ბატონო თავმჯდომარე, აქ ვისარგებლოების შემთხვევით აქტიურად მუშაობთ ჩვენ სხვადასხვა კოლეგა უწყებებთან, შრომითი ბინადრობებისა და შრომითი ნებართვებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმების და მუშაობის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში არის სწორი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი უცხოელი საქმდება საქართველოში, ჩვენ მოქალაქეებს არ თმევენ სამუშაო ადგილებს, აღრიცხვიანობა დაბალია მათი და შესაბამისად ეს იწვევს სამართლიან კრიტიკას ჩვენი მოსახლეობის. აღნიშნული საკითხი საჭიროებს მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო გადაწყვეტას. სხვადასხვა უწყებებთან ერთად კომიტეტის ჩართულობით ჩვენ მუშაობთ და უკვე ვფიქრობთ, რომ განხილვის დროს უკვე კონკრეტულ რედაქციებს წარმოადგენთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო სანდრო. ხომ აქვს სურთ. კი ბატონო. გესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო სანდრო პროექტის წარმოდგენისთვის. მართლაც მოცულობითია, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ფუნდამენტურად შეიძლება ითქვას, იცვლება საქართველოში
ტოლვის სტატუსის და სამართლებრივი დაცვის საკითხები და გარანტიები და პროცედურები სახელმწიფო მოგეხსენებათ უკვე წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის დაცვას. ჩვენ ვაფასებთ როგორც სტატუსის მინიჭების საკითხს ტოლვილებს და მოქალაქეების არ მქონე პირებზე, ასევე ვსწავლობთ უცხოელებთან მიმართებაში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხებს და რაც ასევე უშუალო შემხებლობაში ამ პაკეტთან ახდენთ საზღვრების მონიტორინგს და საზღვრებზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებზე და მეც პირადად არაერთხელ ყოფილ ვარ არაერთ საზღვარზე მონიტორინგის მიზნით. აქედან გამომდინარე, ცოტა ისეთი სიფრთხილით ვუდგებით ჩვენ ამ წარმოდგენილ ცვლილებებს და პაკეტს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ განსაკუთრებით ტოლვილების შემთხვევაში ეს არის განსაკუთრებულად მოწყვლადი კატეგორია ადამიანების და ძალიან ვთხრობთ ყველა იმ ცვლილებების შეფასების დროს და ზოგადადაც რაც წარმოდგენილი ან ადრე განხორციელებულა. ამ შემთხვევაში აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი სიახლე მართლა პოზიტიურია, განსაკუთრებით წლებია ჩვენ საუბრობდით სისტემის გადატვირთულობაზე და ხშირად ეს ბიუროკრატიული პროცედურები, განსაკუთრებით დიდი ვადები, გადმოგზავნა პროცედურების სირთულეები აფერხებდა ამ უფლებების დაცვის საკითხს და ამ მიზნით ის ცვლილებები, რაც პაკეტშია გათვალისწინებული, ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც რისკებით შეიძლება ჰქონდეს ასეთ პროცედურების გამარტივებას და თქვენის ნებართვით რამდენიმე იმ საკითხს შევეხები, რაც თქვენს აღნიშნეთ და იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და დავიწყებ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის და უსაფრთხო მესამე ქვეყნის განმარტებებიდან და გათვალისწინები, ანუ ეს ამ საკითხებით თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის ევროდირექტორის გამოცდილების გათვალისწინებით შემოღება. კი ბატონო, ითვალისწინებს ევროდირექტორი ამ საკითხებს, უბრალოდ სხვა ქვეყნების გამოცდილება, როგორც ვიცით, იქ ითვალისწინებს დამტკიცებულ სიებს. და თქვენც აღნიშნეთ, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს დამტკიცებული სიები არ იქნება. როდესაც საუბარია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით, მაშინ კითხვა მექნებოდა, ანუ თუ ეს არ იქნება ნორმატიულად დამტკიცებული სია და ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში განაცხადიდან გამომდინარე შეფასდება ეს ქვეყანა არის უსაფრთხო თუ არ არის, თუ რაიმე შიდა ნორმატიული მოწესრიგება მაინც გექნებათ, რომელიც შეიძლება მინისტრის ბრძანებით არ დამტკიცდეს და საჯარო არ იყოს, მაგრამ თქვენ გექნებათ შიგნით ეს მომზადებული და აი ამ შემთხვევაში საფრთხე ხო არ ექმნება ინდივიდუალურ საკითხის მოწესრიგებას, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი წარმოშობით არის საკმაოდ ვთქვა დემოკრატიულ ქვეყნათა რიგიდან მიკუთვნებული ქვეყნიდან მოდის, ადამიანის უფლებები ზოგადად იქ არ ირღვევა, დევნა არ ხდება ადამიანის, მაგრამ ამ კონკრეტულ პირის მიმართ ეს ზოგადი წესი შეიძლება იყოს განსხვავებულად რეალიზებული და შეიძლება ეს კონკრეტული ადამიანი იდევნებოდეს და მარტო იმიტომ რომ ის ქვეყნიდან არის წარმოშობილი, მაშინ გამორიცხავს მისთვის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, რაც დამეთანხმებით არ არის იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც კონვენცია გვიდგენს. ასევე მექნებოდა კითხვა იგივე უსაფრთხო მესამე ქვეყნის ნაწილში, აქ მითითებულია კანონპროექტში, რომ თუ კი არისო ეს პირი გამცხადებელი დაკავშირებული ამ უსაფრთხო მესამე ქვეყანასთან და ეს დაკავშირება ალბათ არის შეფასებითი, ხო ისი, ანუ ვინ უნდა შეაფასოს და როგორ უნდა შეაფასოთ, როგორ ფიქრობთ, სამინისტრო როგორ შეაფასებს დაკავშირების ხარისხს. აი ამ ინდივიდის და გამცხადებლის იმ მესამე ქვეყანასთან. მაგალითად, თუ იმგზავრა იქ და ერთი კვირა ისვენებდა, იქნება ეს დაკავშირება მიჩნეული საკმარისად უსაფრთხოდ ამ ადამიანისთვის და მოხდება მისთვის უარის თქმა თუ რაღაც ობიექტური გარემოებები უნდა იყოს სახეზე, რომ ეს მესამე ქვეყანაც მივიჩნიოთ უსაფრთხო მესამე ქვეყანად. ანუ აი ეს მექნება ორი კითხვა ამ ქვეყნებთან მიმართებით. ასევე თქვენ ახსენეთ განაცხადის მიღების საკითხი. თქვით, რომ მხოლოდ მიგრაციის დეპარტამენტში მოხდება განაცხადის მიღება, თუმცა შემდეგ დაამატეთ, რომ იქნება ასევე ციხი, თუ ის სასჯელოსნობის სისტემაში იმყოფება პირი, იქიდან შეიძლება რომ გამოაგზავნოს. ეს მითითებულია კანონპროექტშიც და წერია, რომ გადამისამართების ვალდებულება იქნება სასჯელოსნებიდან, თუმცა იგივე გადამისამართების ვალდებულებაზე არ არის მითითება როცა საპატრულო პოლიციის ჩვეულებრივ საპასპორტო კონტროლს გადის პირი და ისე შემოდის ქვეყანაში და ასევე არ გიხსენებიათ რა იქნება მწვანე საზღვრიდან თუ კი ხდება უკანონოდ შემოსვლა, უკანონო გადაკვეთას თუ აქვს ადგილი, აი მაშინ როგორ მოხდება, იმიტომ რომ უმეტესწილად ის პრობლემური საქმეები, რაც ჩვენ მქონია წლების განმავლობაში, მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ხდება უკანონოდ კვეთა,
ადამიანმა არ იცის ქართულ ენაზე ის როგორ წესი ვერ მეტყველებს, ძალიან უჭირს კომუნიკაცია და საკმაოდ მოწყვლადები არიან ამ შემთხვევაში და მით უმეტეს თუ არანაირი ვალდებულება არ ექნება სამსახურს რომ ან დააფიქსიროს, ან სადმე მით უმეტეს გადაამისამართოს, ესეთი ადამიანები შეიძლება საერთოდ ასე ვთქვათ, დაცვის გარეშე დარჩნენ და შესაძლებლობაც კი დაკარგონ ცირევადების გათვალისწინებით, რომ მოითხოვონ სტატუსი. ამიტომ აი ამ მე მესმის რომ შეიძლება ხა იუსტიციის სამინისტროში თუ მოითხოვა სტატუსი შეიძლება კანონი არ თვალისწინებდეს გადამისამართებას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან მაინც შეიძლება ვიღაცამ სადაო გახადოს და ამის სიდაზუსტებაც მინდოდა, რომ ან თქვენ კი ამბობთ, რომ არავინ არ მიიღებს და სხვაგან არ მიიღება, მაგრამ ზოგადის რეგულირებას რას უშვებით, სადაც წერია, რომ თუ კი ვინმეს კომპეტენციას არ მიეკუთვნება საკითხი, მაგრამ მაინც მიდის მოქალაქე, მერე შეიძლება გადაიგზავნოს და ეს ვალდებულებაა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით უწყებების მიმართ. ამიტომ ეს საკითხიც თუ შეიძლება რომ ეს ფაქტიურად ითვალისწინებს დაშვება სისტემის დასაშვებობას საკითხს, ანუ რამდენად უშვებს სახელმწიფო შესაძლებლობას პირმა სტატუსი მოითხოვოს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ასევე ოჯახის გაერთიანების უფლების შესაძლებლობას დირექტივა მართალია უთითებს და როგორც წესი მინიმალური სტანდარტი გვეუბნება, რომ ოჯახის წევრები ესენი არის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, მაგრამ იგივე საუკეთესო პრაქტიკა და განმარტებები სტანდარტის გვეუბნება, რომ რიგი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით ეს არის დამახასიათებელი, როდესაც ოჯახის უფროსი, ქართული სამართლებრივი სისტემა მას არ იცნობს, მაგრამ მოგეხსენებათ საერთაშორისო და სხვა ქვეყნის სამართალში ეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლებელია, მითითებულია, რომ ოჯახის უფროსს თუ აქვს დაცვა, შესაძლებელია ასევე მიენიჭოთ ოჯახის სხვა წევრებს, მასზე დამოკიდებულ განსაკუთრებით ახანდაზმულ ასაკის მშობლებზეა საუბარი, როგორც სტანდარტი გვეუბნება. თუმცა წარმოდგენილი პროექტი ამას საერთოდ გამორიცხავს და ხომ არ იქნება და დღის წესრიგში ხო არ დადგება, რომ ოჯახის გაერთიანების პრინციპს ეწინააღმდეგება ეს ჩვენი ახალი კანონპროექტი და ჩვენი სისტემა. ასევე არა გაქვთ ნახსენები კონფიდენციალობის პრინციპი. მოგეხსენებათ ეს ლტოლთა სამართალში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სტატუსის მინიჭებაზე წარმოება, რომ მიმდინარეობს ეს მკაცრად კონფიდენციალურია. დღევანდელ მოქმედ რეგულირებაში ეს პრინციპი ხაზგასმით არის აღნიშნული. პროექტში მითითებული არ არის. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ უნდა დაცული იქნას, მაგრამ რახან საერთაშორისო სტანდარტი გვეუბნება, სასურველია, რომ ალბათ ეგეც გქონდეს მითითებული. და აქვე თუ ნებას დამთავრდით ვიკითხავ, რომ მითითებულია, რომ პერსონალური მონაცემები საკმაოდ მკაცრად უნდა იყოს დაცულიო, არავის არ მიუწვდება ხელი წარმოების დროს პერსონალურ მონაცემებზე, გარდა იმ უწყებებისა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში არიან ჩართულებია და ეს არ გამოიცხავს ალბათ ჩვენს მიერ მონაცემების გამოთხოვას და შესწავლას. აქვე მაინც რომ დავასუსტოთ, რომ შემდგომ არ გამოიწვიოს ამანაც გაუგებრობა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ და ვსწავლობთ ასეთ საქმეებს. კიდევ ერთ-ერთი საკითხი, რაც ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ გვეკითხა, ეს არის გასაჩივრების პროცესში, პრინციპში გასაჩივრების პირველი საკითხი, გასაჩივრების პროცესში რაც შეიძლება იყოს განსაკუთრებით აქტუალური, ეს არის დაცვის უფლებაზე ხელმისაწვდომობა და უფასო იურიდიული დახმარების შეზღუდვა ამ კატეგორიის პირებისთვის და გასაჩივრების შემთხვევაში გაძევების პროცედურები, ანუ არ ჩერდება და პირი შესაძლოა დაექვემდებაროს ქვეყნიდან გაძევებას, რაც ასევე შესაძლოა ლტოლვილის შემთხვევაში განსაკუთრებული პრობლემა იყოს და არ იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან და ეს იგივე მიდგომა მე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა შესახებ კანონის წარმოდგენილ პროექტშიც ვხვდებით ჩვენ. ანუ იქაც იგივეა შეზღუდვა უფასო იურიდიული დახმარების დაცვაზე და ასევე გაძევება, ანუ პროცედურას არ აჩერებს გასაჩივრება. და აი ამ ნაწილში რახან სტანდარტი გვეუბნება, რომ სანამ არ დასრულდება პროცედურის და სტატუსის მინიჭების საკითხი, იქამდე პირი არ უნდა იქნას გაძევებული, აი ამ ნაწილში თქვენი მოსაზრების მოსმენა საინტერესო იქნებოდა. და ბოლოს საზღვართან დაკავშირებით, ესეც სრულიად სიახლეა, ფაქტიურად საქართველოში ეს მოდელი ალბათ არ მოქმედებდა გასული 10-15 წელი ალბათ საზღვარზე არ ქონია არასოდეს და არც არასოდეს ყოფილა. ეს მთლიანად ცვლის მოდელს, ჩვენ არაერთხელ სხვა ქვეყანაში გვინახავს ეს მოდელი
ჩვენთვისაც ცulis ეს სახალხო დამცველისთვისაც გარკვეულ მანდატს გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის დახურული სივრცე, სადაც ადამიანები ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და MPM-ის ფუნქცია და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის ნაწილიც არის. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვისაც. ამდრეხა ჩვენ ამ ფუნქციას ვახორციელებდით, მაგრამ ალბათ არ ვიცი წლების განმავლობაში 1-2 მყავს მეც ნანახი დაყოვნების ოთახში საჰაერო მიმოსვლის დროს და სახმელეთოზეც 1-2 და ის მაგალითი რაც ახსენეთ ასევე ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე იქაც ახლა დღევანდელი ინფრასტრუქტურა თუ არ ჩავთვლით აეროპორტებს, საერთოდ მოუმზადებელია იმ დაყოვნების და იმ ხანგრძლივობისთვის ადამიანების გასაჩერებლად, რომელზეც ვსაუბრობთ და ამ მიმართულებითაც, ანუ როგორი გეგმება ამ კანონპროექტის მითითებულია, რომ 5 სექტემბერს ამოქმედდება, ალბათ შეუძლებელია 5 სექტემბრამდე ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ მიმართულებითაც რას ფიქრობთ, აი როგორი გეგმა აქვს სამინისტროს, იმიტომ რომ იგივე ის მაგალითი, რაც ახსენეთ უკრაინელების მაგალითი ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ყველაზე ასე ვთქვათ, ხმაურიანი განხილვები ზუსტად ამ ნაწილში ხდებოდა, რომ იქ არ არის სათანადო პირობები, რომ ადამიანებმა შეძლონ დაყოვნება და გაჩერება და ისეთი სათანადო პირობების შესთავაზა სახელმწიფომ და ესეც საინტერესო იქნება ამ ნაწილში ამოქმედებაც ესეც 5 სექტემბრიდან ამოქმედება თუ რაღაც განსხვავებული თარიღი გვაქვს. უცხოელთა მოქალაქეობის არ მქონე პირთა შესახებ კანონზე არ გიხსენებიათ და ამას ცალკე თუ ანუ ერთად არის ხო მაშინ პრინციპში გასაჩივრებაზე და პროცედურების ცვლილებებზე გითხარით ხო იქ არის ერთ-ერთი ესეთი ჩანაწერი რომ ევალება ითანამშრომლოს უცხოელმა და ასევე იძლევა საშუალებას კერძო საკუთრებაში შევიდეს სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელი და თუ მალავს სამგზავრო დოკუმენტს მოკლედ ხო და აი ამ ნაწილში გვაქვს გასაგებია რომ თანხმობა გამორიცხავს სასამართლოზე დამხედველობის აუცილებლობას და სისხლის სტანდარტი ამ შემთხვევაში შეიძლება აღარ იყოს აუცილებელი დაცული, მაგრამ თუ ეს უცხოელი დაქირავებულ სახლშია და ის თანახმა არ არის ადგილზე არ არის ვერ იქნება მოძებული, მე რა ხდება, ანუ როგორ ხდება ამ მოქმედების განხორციელება იმ შემთხვევაში თუ კი მესაკუთრის თანხმობა არა თუ ანუ ერთი შემთხვევა შეიძლება უარსიცხადან გაცხადებული უარი იყოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში შეუძლებელია იმ პირის მიერ, უცხოელის მიერ ამ თანხმობის მოძიება და რაც ჩაითვლება, ეს ჩაითვლება თუ არა წინააღმდეგობის გაწევა და ინფორმაციის მიუწოდებლობა და რატო ვკითხულობ ამას? მე წერია რომ ესეთი რამ ანუ მიუწოდებლობა ინფორმაციის და თანამშრომლობაზე უარი იწვევს მთელ რიგ უარყოფით სამართლებრივ შედეგებს ხო ამ პირის მიმართ და ეს იქნებოდა კიდე საინტერესო რომ დაგვეზუსტებინა. და ბოლოს სამართალდამცავებზე შევჩერდები, ანუ უცხოელის მიმართ გაძევების როგორც ახალი სახდელის სახის შემოღება ძირითადი იქნება თუ დამატებითი. აქ უცხოელები არ არის დაკონკრეტებული, არიან ეს კანონიერად მყოფი ქვეყანაში მოქალაქეობის არ მქონე ცალკე წერია. ანუ ამ შემოთავაზებული ვერსიით ესე გამოდის, რომ თუ პირს აქვს საერთაშორისო დაცვის სტატუსი, ლტოლვილის სტატუსი, იმ მუხლები, რაც აქ არის მითითებული, მაგალითად შეკრების წესი, ან პოლიციელისათვის წინააღმდეგობა და ძალიან ყოფითი შემთხვევა წარმოვიდგინოთ, წვრილმანი ხულიგნობის ლტოლვილი, მარტო იმიტომ რომ მაგალითად ენა არ ესმის, შეიძლება ამასეთ გაურკვევლობაშიც მოხვდეს. ანუ ასეთ ადამიანს ვაძევებთ ქვეყნიდან, ისე რომ სტატუსი არ უქმდება, თუ სტატუსი უნდა გავაუქმოთ ჯერ და ისე გავაწევოთ. თუ აი ასეთ ანუ ამ კატეგორიის პირების მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით ხო არ ფიქრობთ რომ ძალიან არაპროპორციულად ხომ არ გამოდის ეს და ხო არ იქნება პრობლემა ამ ნორმების ამ ტიპის სახდელების დაწესებაში და ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირები ჩვენ პრაქტიკაში გქონია შემთხვევები როდესაც ხანდახან არის ქართველი ეთნიკურად წარმოშობილი მოქალაქეობის არ მქონე პირი რომელიც მთელი რიგი გარემოების და გამო ესეც ვიცით რამდენი წელი ამ მიმართულებით მუშაობთ რომ ხანდახან უბრალოდ არ მიდიან იმ პროცედურის გასავლელად ან მიდიან გადიან ამ პროცედურას მოქალაქეობას არ იღებენ ანუ ესეთი ადამიანების სად უნდა გავაწევოთ ეს იქნებოდა ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი მთავარ ესეთ საგულისხმო საკითხებზე თუმცა შემდგომ შეიძლება დამატებით ასევე დავასუსტოთ რიგი საკითხები მადლობა კი დიდი მადლობა, გავატოვოთ თამარ. საინტერესო საკითხები იყო. მადლობა რომ ასე ვთქვათ, დეტალურად გაიცანით ამ კანონპროექტს. ფიქრობ, ყველა საკითხს არის საკმაოდ წონადი არგუმენტები, დანარჩენი მე პარლამენტის წევრები შეაფასებენ, თქვათ როგორ ჯობს და როგორ არ უკეთესი.
პირველი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა თქვენც დამეთანხმეთ რომ დირექტივა ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი ვერსია განვიხილეთ, იყო ერთი რომ კანონის დონეზე ყოფილიყო განსაზღვრული, იყო ვერსია რომ თავრობას დაემტკიცებინა ესია, მინისტრს დაემტკიცებინა ესია. თუმცა დამერწმუნებით რომ ამ სიების დამტკიცება სააქეო როგორც დადებითი ასე ვთქვათ კონტექსტი ასევე შეიძლება უარყოფითად იქნეს გამოყენებული ჩვენ იცით რომ არაღიარების პოლიტიკა გვაქვს მნიშვნელოვანი, გარდა ამისა მნიშვნელოვანია სამეზობლო ურთიერთობები, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობები. შესაბამისად, როცა სახელმწიფო გაკეთებს განაცხადს, რომ ეს ქვეყანა არ არჩევს უსაფრთხო და რომელიმე ქვეყანა არ არის უსაფრთხო, ბუნებრივია ამას გარკვეული ასე ვთქვათ წუხილები მოყვება და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც. ევროდირექტივა ითვალისწინებს უსაფრთხო მესამე ქვეყნის სტატუსის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. და ამბობს, რომ თუ ქვეყანაში დაცული ადამიანის უფლებები არ არსებობს, დევნა უზრუნველყოფილია ქვეყანაში, ასე ვთქვათ, თავშესაფრის სისტემა, უზრუნველყოფილია სასამართლო სისტემა, ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა შეიძლება მიჩნეული იქნეს უსაფრთხო ქვეყნად. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ кейსებში მოხდება მსჯელობა და ასე ვთქვათ, ეს ვერსია იყო ჩვენთვის ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო სწორი და თუ გითხრათ რომელიმე მაგალითად ჩვენ გვყავდა წინა კომიტეტის ხდომაზე აღნიშნეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო მოქალაქე, რომელიც თავშესაფარს ითხოვდა საქართველოში. ხა ვერავინ ვერ დამარწმუნებს მე, რომ შეიძლება მას იქ რამე დევნა ელოდებოდეს, ან რაღაცა კონკრეტული საფრთხე ემუქრებოდეს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და სერიოზული საფრთხის წინაშე იდგეს, რომ ტოლული სტატუსი ჭირდებოდეს, ხო? ან მყავდა მაძიებელი მაგალითად საბერძნეთიდან, ხო? ეხა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ასე შემდეგ. ანუ ასეთი кейსები ჩვეულებრივ განხილვის პროცესში მიდის, ჩვეულებრივად საჩივრდება სასამართლოში, დროში იწელება და ანუ ამ ერთი ადამიანის საქმის განხილვა შეიძლება მიგრაციის სისტემა და სასამართლო სისტემა მოუნდეს 2 წელიწადი. ამ დროს რეალურად წყლის ნაყვა არის ფაქტიურად, იმიტომ რომ იქ არანაირი საფრთხეზე არ არის საუბარი და შეუძლებელი რომც იყოს. ასეთ შემთხვევებზე შეიძლება რომ მიმსჯელოთ უსაფრთხო მესამე ქვეყნის სტატუსზე და მათ შემთხვევაში მარტივად გადავწყვიტოთ საკითხი და ეს არ წარმოშობს უკვე დამატებით სხვა ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ და სწრაფად მოხდება ამ საკითხების განხილვა. რაც შეეხება უსაფრთხო დაკავშირებულ ქვეყანას, ეს არის შეიძლება ამა თუ იმ პირს კონდეს უსაფრთხო მესამე ქვეყნის ბინადრობა ან ხანგრძლივადიანი ვიზა, ხო? ამ შემთხვევაში ეს ადამიანები ჩვეულებრივად სწავლენ ამ ქვეყანაში, მაგალითად თუ აქ პირობითად კენიის მოქალაქეს ამერიკის ვიზა და ჩვენგან ითხოვს თავშესაფარს, ასე დროს შეგვიძლია მარტივად გადავწყვეტოთ საკითხი და უთხრათ, რომ შენ იქაც გაქვს საშუალება მოითხოვო და აღარ დაგვჭირდეს თქვა დამატებითი მსჯელობა. განაცხადების მიღების საკითხი. სწორი შენიშვნა იყო, მადლობთ რომ ეს საკითხი აღნიშნეთ. სამი ადგილი, სამი შემთხვევა კანონში არის განსაზღვრული. თუ საჭიროა იმ საზღვრის თემა დავაზუსტებთ, მაგრამ მე როგორც მახსოვს წერია, ყოველ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა თუ საზღვარზე არ უშვებთ ადამიანს, ბუნებრივია იქ აქვს მას თავშესაფრის მოთხოვნის უფლება და გადამისამართება მიგრაციის დეპარტამენტში. პენიტენციური შემთხვევაში ცალსახად გაიწერა იმის გამო, რომ ეს ადამიანს თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ბუნებრივია ის მიგრაციის დეპარტამენტში ვერ გამოცხადდება და ერთი საინტერესო რაც ჩავწერეთ, ნახავდით ალბათ რომ 10 დღიანი ვადით შევზღუდეთ მოთავსებიდან განემარტება მას თავშესაფრის მოთხოვნის უფლება და 10 დღის განმავლობაში თუ არ მოითხოვს, ამ შემთხვევაში უკვე დაჩქარებული წესით წავა მისი განხილვა, იმიტომ რომ დღეს არის პრაქტიკაში რომ სასჯელის დასრულებამდე 10 დღით ადრე წერენ განცხადებას და ითხოვენ თავშესაფარს, რომ იციან რომ გათავისუფლების შემდეგ მათ ლეგალურად არჩევის საშუალება მიეცეთ. ანუ ამის პრევენცია გვინდოდა ასე ვთქვათ ამ ჩანაწერით. გარდა ამისა, რაც შეეხება განაცხადი, რატომ უნდა იყოს მასში მიგრაციის დეპარტამენტში მოთხოვილი. იმისათვის, რომ პიროვნება მაგალითად დარეგისტრდეს თავშესაფრის მაძიებლად. მან უნდა მოიტანოს და ჩააბაროს პასპორტი, მან უნდა აიღოს ანაბეჭდები, მან უნდა გაიაროს ინტერვიურება და ასე შემდეგ, რომ დარეგისტრდეს მაძიებლად. ეხლა სოფლის გამგებელთან რომ მივიდეს და განცხადება დაწეროს, რომ მე მინდა თავშესაფარი, იმას შეიძლება არ ვიცი, შეიძლება 3 თვე არ გადმოაგზავნოს ეს განაცხადი და რეალურად ამ დროს სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება, რომ ეს მიიჩნიოს თავშესაფრის მაძიებლად და მის მიმართ ვერანაირ პროცედურას ვერ განახორციელებს და ამიტომ ეს ყველა ქვეყანაში აპრობირებული არის, რომ არსებობს ერთი ცენტრალური სისტემა, რომელიც იღებს ამ განაცხადებს, არეგისტრირებს მაძიებელს და ერთვება სისტემაში. რაც შეეხება მეოთხე მუხლის თემას,
ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან საერთაშორისო დაცვის კანონია და სპეციალურ პროცედურას ადგენს, შესაბამისად მე-14 მუხლით შეიძლება გადმოიგზავნოს, მაგრამ თავარი რა არის, სტატუსი როდის ენიჭება, როდის ერთვება თავშესაფრის სისტემაში, როდის გახდება მაძიებელი, როდის ერთვება ეს სახელმწიფოს ვალდებულებები. აი ამისთვისა, როცა გამოცხადება მიგრაციის დეპარტამენტში, იქიდან დაიწყება ამ ყველაფრის ათვლა. თუ არ გამოცხადება, მივიღებთ განაცხადს, დაურეკავთ თუ გნებავთ თავშესაფარი, მობრძანდით მიგრაციის დეპარტამენტში. თუ მობრძანდება, დავარეგისტრირებთ, თუ არ მობრძანდება, იმ განცხადებას ჩამოვწერთ და წარმოებაც აღარ გაგრძელდება. რაც შეეხება ოჯახის ერთიანობას, ჩვენ ავიღეთ, ახლა წამოღებული მაქვს და წაგიკითხავთ, ასეთი დირექტივა არის ევროპარლამენტის და საბჭოსი მესამე ქვეყნის მოქალაქეების და ან მოქალაქეობის არ მქონე პირების საერთაშორისო დაცვის მინიჭების სტანდარტების, ტოლული სტატუსის ან დამატებითი დაცვის მქონე პირებისათვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბისა და მინიჭებული დაცვის არსის შესახებ 2011 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011-95 EU და დირექტივა. აი ზუსტად იქიდან არის აღებული ერთ-ერთში არის კოპირებული ოჯახის ერთიანობის პრინციპი. შესაბამისად, მე მგონი მაგაზე ვერავინ მოგვედავება, რომ რატო გავსაზღვრეთ ამგვარად. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ბევრი ესე ვთქვათ შედიოდეს ამ ერთიანობის პრინციპში, მაგრამ თუ ევროკავშირში თვლიან, რომ არ არის საჭირო ამ ფორმით გაფართოება, მე მგონი ჩვენ რომის პაპზე მეტი კათოლიკები არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. რაც შეეხება კონფიდენციალობის პრინციპს, ანას თხოვე და გამომიგზავნა მუხლი და შემიძლია რომ ჩავიკითხოთ, ეს მეხუთე მუხლია კონფიდენციალობის პრინციპი, რომელშიც გამარტებულია, რა თქმა უნდა, რომ ესეც რომც არ იყოს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ GDPR-ის მოთხოვნების შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა სრულად ახალი კანონი დავამტკიცეთ. პირდაპირ ამ კანონში მითითება, რომ მონაცემის დამუშავება პერსონალურ მონაცემის კანონის შესაბამისად ხორციელდება. შესაბამისად, თუ კი ვინმეს უზიარებთ ან კანონის საფუძველზე, ან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ მათ შემწეობა მიიღონ, ან სხვა უწყებებისთვის, ვინც ამ საკითხს დამატებით სწავლობს. რაც შეეხება სახალხო დამცველის საკითხს, სანამდე მე-20 მუხლს არ გაასწორებთ, მაგ ამბავი არ ვიცი როგორ დარეგულირდება, იმიტომ რომ პირდაპირ არის სახალხო დამცველის კანონში, რომ პერსონალური მონაცემები კანონით ადგენილ წესით უნდა გაიცეს და იქ თანხმობა წერია და თქვენ პირდაპირ არ გაქვთ ეგ საფუძველი. კი ბატონო. რაც შეეხება გასაჩივრება აჩერებს თუ არა გაძევების საკითხებს. რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც გასაჩივრება არ აჩერებს გაძევების საკითხს. ერთია, როცა დაუშვებელი განაცხადი არის, ანუ დაუშვებელი განაცხადი პირდაპირ საფუძვლები, როდესაც არ აქვს, ან მესამე ქვეყანა აქვს არსებობს, ან უკვე განმეორებით მოითხოვა, ასეთ შემთხვევაზე არის საუბარი. გარდა ამისა, ხელოვნურად იყენებდნენ, მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, თავშესაფრის პროცედურას რო დაასრულებდნენ, მერე მიდიოდნენ იუსტიციის სამინისტროში, ითხოვდნენ ბინადრობას, მერე ითხოვდნენ ვიზას, მერე ყველა გადაწყვეტილებას სათითაოდ ასაჩივრებდნენ და წარმოიდგინეთ თითო ერთი ადამიანის გაძევებაზე რამდენ პროცესზე გვიწევდა სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, პაექრობა, რომ გაძევების პროცედურამდე მისულიყავით. ჯერ თავშესაფარზე ორი ინსტანცია უნდა გავიაროთ. მერე ბინადრობაზე კიდე იქაც ორი ინსტანცია, ვიზაზე კიდე ორი ინსტანცია და მერე გაძევებაზე კიდე ორი ინსტანცია და მარასში ვიყავით გადასულები და მე მგონი ეხა ღირს რომ ამ საკითხზე დავფიქრდეთ და რაღაცები შეიზღუდოს. თავშესაფრის ნაწილზე თუ თავშესაფარზე უარი ეთქვა, საჩივრდება, სამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, არავინ არ გააძევს ამ ადამიანს. ცალკე გაძევების პროცედურა როცა მიმდინარეობს, იქაც აქვს გასაჩივრების უფლება, რჩება ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ბინადრობაზე რომ მიმართა და იუსტიციის სამინისტრო ეუბნება, რომ იცი რა, ქონებრივი ცენზი არ აქვს და ამიტომ უარს გეუბნები და ამას ასაჩივრებს სასამართლოში და კიდე 3 წელი ველოდებოდეთ ბინადრობის უზენაესის მოვლას, რომ გააძევ ადამიანი. მე მგონი ახლა რაღაცა ძალიან მარადში გადავდივართ. რაც შეეხება საზღვრის ნაწილს, სწორად ვწანეთ, რომ არსებობს ეს მექანიზმი, დაგჭირდება გარკვეული სივრცეები და ამოქმედების ვადებზე ჯერ ახლა პირველი მოსმენაა და მოგვიწევს კიდე გადახედვა შეიძლება ცოტა გვიანავ ამოქმედო, თუმცა მაგ ნაწილში შეიძლება ის ნაწილობრივ ამოქმედეს დაკავების და ქვეყანაში შემოყვანის მექანიზმი, იმიტომ როცა საფრთხეს უქმნის და თქვათ მერე იყოს საზღვრის ნაწილი, აი შევხედოთ მაგაზე ოფიციალურ ნაწილში გადავხედოთ. ცალკე აეროპორტებში მოგვიწევს მოწყობა და ცალკე საზღვრებზე. ხო, რაც შეეხება ხა პირად სივრცეში შესვლას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გქონია შემთხვევები, რომ დაგვიკავებია მაგალითად უცხოელი და ამბობს, რომ თან არ მაქვს პასპორტი, მაგრამ სახში აი ამ ადამიანის სამართლზე ინახება და თუ მოიტანთ, მე შევიძენ ბილეთს და დავტოვებ, ხო?
ანუ არის ერთი ვარიანტი, რომ ესკორტით უნდა მიიყვანო სახლში და თავზე დაადგე და აიღო და მეორე ვარიანტი, რომ თუ თანხმობას დაგიწერს, შეერთო მოიტანო ეს დოკუმენტი და დააჩქარო გაძევების პროცესი. აი ამ ნაწილში იყო ნაფიქრი თავის დროზე რომ ჩავწერეთ, თუმცა უფლებების კომიტეტსაც ჰქონდა შენიშვნა ამ საკითხზე და ჩვენ მოვინიშნეთ, რომ დამატებით გავაგზავნეთ მსჯელობას ამ თემაზე და შეიძლება რაღაცა სასამართლოს კომპონენტიც შემოვიტანოთ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაძევების საკითხს ტოლვის სტატუსის მქონე პირის მიმართ. გაძევებას იყენებს სასამართლო როგორც სახდელს და როგორც სასჯელს. გაძევების ნაწილში, რა თქმა უნდა, სასამართლოს ევალება რომ შეაფასოს და არ გააძევოს ერთ ქვეყანაში, სადაც საფრთხე ემუქრება, შეიძლება დამატებით თქვათ მიგრაციის დეპარტამენტის პოზიციაც მოისმინოს ამ პროცესში. შეიძლება საერთოდ არ გამოიყენოს ეს სახდელი, მოსამართლის დისკრეცია არის, ანუ ეს არ არის რომ აუცილებლად ყველას გააძევებენ, ხო ეს თავად პროცესის შეფასების საკითხი არის. ტოლვილის შემთხვევაშიც კანონში არის განსაზღვრული, თუ საფრთხეს უფლის ქვეყნის უსაფრთხოებას, შეგიძლია შეუწყვიტო ტოლვილის სტატუსი და გააძევო ქვეყნიდან. ანუ ამას ითვალისწინებს კანონი და ამ შემთხვევაშიც გაძევების ნაწილს ადმინისტრაციულ გადაცემას ჩაიდენს კონკრეტული ფაქტების ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე და რა თქმა უნდა მას ექნება საშუალება ერთის მხრივ გაძევების გადაწყვეტილება გაასაჩიროს და მესა თვითონ ეს როგორც სახდელი გაასაჩიროს და მეორეს მხრივ გაძევების პროცესშიც ისარგებლოს შესაბამისი შესაძლებლობით რაც კანონით არის განსაზღვრული. რა ვიცი, მე მგონი გამოტონ თამარ ამოვწურებ თუ რამე გამომჩა დიდი სიამოვნებით. არამოქალაქთან დაკავშირებით იყო რამე დამჩარე? დიახ, ხო, ბუდიში, კარგი, მადლობა, მადლობა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნებით საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ თქვათ რუსეთის მოქალაქეს ან ნებისმიერი სხვა მოქალაქეს. ასეთ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ეს სახდელის და სასჯელის სადაც ჩაიწერა, ეს არის სასამართლოს დისკრეცია. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შეუძლია გამოიყენოს, შეუძლია არ გამოიყენოს. ეს მისი დისკრეცია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არ გაძევების შესაძლებლობაც კანონით გათვალისწინებული კონკრეტულ შემთხვევებში, რომ მიგრაციის დეპარტამენტს შეუძლია გამოიტანოს არ გაძევების გადაწყვეტილებაც შესაბამისი კანონის საფუძველზე. ასე რომ ამ ნაწილშიც მე მგონი გარკვეული საკითხები დაზღვეულია ხა. შეიძლება ხო ბესმის რომ შეიძლება გარკვეული კითხვები იყოს, მაგრამ ის ოფიციალურად არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, ხო? თუ კი თქვათ არის ისეთი შემთხვევა, რომ სასამართლო თulis რომ გასაძევებელია ქვეყნიდან, ის რომ თქვათ დაბადებით ქართველი, ეროვნებით ქართველი არის, თქვათ შეიძლება ის შეფასების საკითხი არის. თვითონ მოსამართლემ გადაწყვიტოს ახლა რატომაც არა შეიძლება გამოიყენოს, არ ვიცი, გააჩნია ხა კონკრეტულ შემთხვევას ასეთ დროს. ეს არის მიხედულობის საკითხი ხა. მაგალითად, წინა შემთხვევაში საკმაოდ გავრცელებული, გაახმაურებული შემთხვევა იყო, ამერიკის მოქალაქე იყო, ოღონდ წარმოშობით საქართველოს ქართველი იყო და რა ვიცი, გვებს ესროდა პარლამენტის წინ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და სასამართლომ დააჯარიმა. დავიწყეთ მის მიმართაც გაძევების პროცედურა. გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას, გააჩნია პიროვნებას და გააჩნია საკითხს, რაზე იქნება მსჯელობა, ხო? მაგის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მოდით შემჭიდროებულ ვადაში დროში გთხოვთ რომ თავას და არ ითვალისწინებს როგორც წესი პროცედურა დაზუსტებებს, მაგრამ თუ არ არის შესაძლებელი, არ არის პრობლემა, ისე გავაგრძელებთ უწყებასთან კომუნიკაციას. ესეთ მოდით ჯობია რომ ასეთ რამეს შემოგთავაზებთ, რომ ჩვენ წინ გვაქვს მეორე მოსმენით განხილვა ამავე კომიტეტს და მეორე მოსმენის ფარგლებში უფრო რელევანტური იქნება ჩემი აზრით, რომ მანამდე ის გვექნება, რა თქმა უნდა, როგორც წარსულში კომუნიკაციაც შეგვიძლია რომ დახურულ სამუშაო რეჟიმშიც განვიხილოთ ერი რიგი საკითხები და ამავდროულად უკვე კომიტეტისთამაზეც რა თქმა უნდა შეგეძლებათ რომ შემდეგ თქვენი მოსაზრებები კიდევ ერთხელ დააფიქსიროთ. კარგით, კოლეგებო, აპარატის თანამშრომლებს ხო არა აქვთ? ასეთი შენიშვნები არ არის. ბატონ ალექსანდრე, რა თქმა უნდა ჩვენი კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება, არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც დასკვნაში ავსახავთ ჩვენს შენიშვნებს და მოსაზრებებს.
და უკვე შემდეგ მეორე მოსმენის პარკლებში აუცილებლად განვაგრძობთ წარმოადგენელი ინიციატივის დახვეწვას და მნიშვნელოვანია, რაც თქვენ განაცხადეთ, მათ შორის შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით თელი რიგი საკითხებია, რომელიც ამავდროულად არის გამოწვევა და საჭიროებს საკანონმდებლო მოწესრიგებას, რასთან დაკავშირებითაც კოლეგებსაც რა თქმა უნდა გთავაზობთ, რომ ამ დათქმით უყაროთ შემდეგ კენჭი და მეორე მოსმენის ფარგლებში უკვე თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უფრო ფართო მსჯელობა გვექნება. მადლობა ბატონ ალექსანდრე. კოლეგებო, ჩვენ ამოვწურეთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა. ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. შესაბამისად, პირველი საკითხი ეს არის აქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სრულების შეტანის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში სრულების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით, ვინ არის მომხრე, იქ რომ იქნეს დაჭერილი, საკითხი გადაწყვეტილია ერთხმად, მადლობა. შემდეგია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის შესახებ თანდარ პაკეტში შემდგომ სხვა საკანონო პროექტებთან ერთად მესამე მოსმენით არის, ვინ არის მომხრე? მადლობა, საკითხი გადაწყვეტილია. მესამე საკითხი მთავრობის ინიციატივა კანონის პროექტის საერთაშორისო დაცვის შესახებ, რომელიც ბატონმა ალექსანდრემ წარმოგვიდგინა პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე? მადლობა, საკითხი ერთმანეთ მხარდაჭერილია. გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის სრულების შეტანის შესახებ პაკეტში შემოვალ სხვა კანონპროექტებთან ერთად, ვინ არის მომხრე? მადლობთ კოლეგებო, საკითხი ერთად მხარდაჭერილია. და ბოლო საკითხი დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? მადლობა, საკითხი ერთად მხარდაჭერილია. ამით დავასრულეთ ჩვენი კომიტეტის ხდომა. მადლობა ნაყოფიერი მუშაობისთვის.